ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივივის საერთაშორისო მხარდაჭერით ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო რადიო ზეტი. სათემო რადიო შექმნილია პროექტის ჩვენი ხმის ფარგლებში და წარმოადგენს სათემო რადიოების ქსელის წევს, რომელიც ფარავს თითქმის მთელს საქართველოს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათ ჩართულობას საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. სათემო რადიოების მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე HerVoice.G. ყველგან, სადაც საქართველოა, რადიოს და გაატარეთ რამდენიმე საათი ჩვენთან ერთად ვეცდებით თქვენთან გატარებულ დროს საინტერესო და სასიამოვნო გავხადოთ თქვენთან. ახლა კი რუბრიკა კალენდარი. ამ რუბრიკით გაგაცნობთ საინტერესო ქალბატონებს, რომლებიც ივლისის თვეში არიან იუბილარები. ამ რუბრიკით გაგაცნობთ საინტერესო ქალბატონებს, რომლებიც ივლისის თვეში არიან იუბილარები. ნანი პრეკვაძე. ნანი გიორგი სასული პრეკვაძე, ცნობილი ქართველი მომღერალი და სახალხო არტისტი, დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს ქალაქ თბილისში. მან 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა კი დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. ის ახალგაზრდა სტუდენტურ ფესტივალის ლაურეატი, საესტრადო ორკესტრის რეროსა და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ ორერას სოლისტია. 1980 წლიდან კი გამოდის სოლო კონცერტებით. ქალბატონი ნანი ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში ორერას სრული სვლით, სამკაულის ატრფოსთვის, მე პელეს ნათლიას. რუბრიკა პორტრეტებით. გვინდა გაგაცნოთ ჩვენს გვერდით მცხოვრები ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, თუმცა მათი საქმიანობით და ისტორიებით გამორჩეული ქალები. ამ რუბრიკის სიუჟეტები ახალგაზრდა ჟურნალისტებმა გვანცა ტოროულმა და სოფო ერემაშვილმა მოამზადეს. თამუნა უჩიძე, წარმატებული ქალი ჟურნალისტი, რომელიც ახლა ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კოორდინატორია. ის ჟურნალისტის პოზიციაზე მუშაობდა 13 წელი, სამხრეთის კარიბჭეში, ხოლო ამჟამინდელ პოზიციაზე კი 5 წელია, რაც მუშაობს. სამხრეთის კარიბჭეში ვმუშაობდი 13 წელი და 3 თვე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ვმუშაობ უკვე ზუსტად 5 წელია, 2019 წლის მაისიდან ვმუშაობ. აქ ვიკვლევ ძირითადად კორუფციას და შემდგომ ამ შესაძლო კორუფციული ფაქტების შესახებ ინფორმაციას ვაწვდით შესაბამის უწყებებს და ვთხოვთ, რომ გამოიძიონ ესა თუ ის საეჭვო ფაქტები. ეს არის, რასაც ვაკეთებ ბოლო 5 წელია რეგიონში. მას ბავშვობიდანვე უნდოდა ჟურნალისტობა. მისი სურვილი იყო, როდესაც ადამიანები წაიკითხავდნენ მის დაწერილ მასალას, მის მიმართ დასჩენდათ ნდობა. ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი ტელევიზორობანას და რაღაცის უკნიდან ამოვყოფდი თავს და რაღაცა ახალ ამბებს ვუყვებოდი ჩემს ოჯახის წევრებს სახლში. ოღონდ მაშინ ასე არ გამიცნობიერებია, რომ ეს იყო ჟურნალისტობის სურვილი. მე როცა უკვე დადგა დრო დავამთავრე სკოლა და უკვე პროფესია უნდა ამერჩია, უკვე აქ ნამდვილად ვიცოდი რა მინდოდა. ოღონდ აქ ასე ვთქვათ, სახის გამოჩენაზე და ტელევიზიაზე არ მიფიქრია, არ მდომებია. სურვილი ჩემი იყო, რომ აი ადამიანები როცა წაიკითხავდნენ ჩემს დაწერილ მასალას, რომელზეც მითითებული იქნებოდა ჩემი სახელი და გვარი, მათ ნდობა ჰქონოდათ, ჯერ მხოლოდ ჩემი სახელით და გვარით, რომ ისინი ნამდვილად მიუკერძოებელ ინფორმაციას წაიკითხავდნენ. ანუ რაღაცნაირად აი ამ ნდობის სურვილი მქონდა, რომ საზოგადოებაში ეს ნდობა მქონოდა.
და ხო, აი ასე ავირჩიე ჟურნალისტის პროფესია. როგორც ქალბატონი თამუნა ამბობს, მას პროფესიის არჩევისას გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით არ ქონია პრობლემა. მხოლოდ მის დედას არ უნდოდა, რომ ის გაჰყოლოდა ჟურნალისტიკას. არა, პროფესიის არჩევისას გენდერულ სტერეოტიპებს ხელი ნამდვილად არ შეუშლია და მაშინ ალბათ იდეაში არც ვიცოდი, რას ნიშნავდა გენდერი და ალბათ მაშინ ამას ვერ გავაცნობიერებდი. თუმცა არა, ნამდვილად არა. ერთი იყო, რომ დედას არ უნდოდა, რომ ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა და ის მეუბნებოდა ყოველთვის, რომ აი რაღაცა ოჯახის ქალისთვის ჟურნალისტიკა რაღაცა შეუფერებელი ამბავია, მაგრამ არ დავუჯერე დედას და მგონია რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ ეს იყო პროფესია, რომელიც ძალიან მინდოდა. ის ჟურნალისტიკის დადებით მხარეებსა და ხიბლს ასე აღწერს. ჟურნალისტიკის მთელი ხიბლი ის არის, რომ ადამიანებს აგებინებ რა ხდება მათ გარშემო, რაც ცხადია მათ ეხმარებათ ცხოვრების გამარტივებაში, გადაწყვეტილებების მიღებაში და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მთავარი ხიბლი ამ პროფესიის. ის აძლევს რჩევას იმ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ ჟურნალისტიკა მოვიდეს. ხო, ვისაც ჟურნალისტიკის არჩევა უნდა, ვურჩევდი კარგად დაფიქრდნენ, არიან თუ არა მუდმივად გაუძლებენ თუ არა მუდმივად სტრესულ რეჟიმს, იმიტომ რომ ეს არ არის მშვიდი პროფესია, ეს არ არის სამსახური, სადაც დილით მიხვალ და საღამოს წამოხვალ, მუდმივად ჟურნალისტი ხარ და მე ვურჩევდი ადამიანებს თუ მათ შეუძლიათ რომ როცა მათ გვერდით რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება და ეს არ იცის საზოგადოებამ და იციან მათ. მაგრამ შეუძლიათ რომ მშვიდად დაიძინონ და რა ვიცი, ძალიან ჩვეულებრივად გააგრძელონ ცხოვრება ისე რომ ამის შესახებ არ მოუყვნენ ადამიანებს, არ გააგებინონ. აი ამის მოთბენა თუ შეუძლიათ, მაშინ მგონია რომ ჟურნალისტიკა ეს ის პროფესია არ არის, რომელიც უნდა აირჩიონ. რუბრიკა ჰოროსკოპი გაგაცნობთ ამ თვის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის. ახლა კი შემოგთავაზებთ რუბრიკას ჰოროსკოპი. ზოდიაქოს ნიშანი ვერძი. ვერძებო ივლისში დიდი წარმატებისა და სწრაფი შედეგების იმედი არ უნდა გქონდეთ. ივლისის პირველ კვირას მიზეთ დასახული ვერძები ბევრი მიმართულებით შეძლებთ წარმატების გარკვეულ ეტაპზე მიღწევას. ჯანმრთელობის მიმართულებით მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რადგან თუ უდაბანი იმუნიტეტი გაქვთ, ან ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, შესაძლოა თვის შუა რიცხვებში დაავადება შეუმჩნევლად შემოგეპაროთ. ვერძებისათვის ხელსაყრელი დღეებია 1, 5, 9, 13, 18, 23 და 28 ივლისი. ხოლო არახელსაყრელი დღეებია 3, 7, 11, 16, 21, 26 და 30 ივლისი. ზოდიაქოს შემდეგი ნიშანი გურუ. გუროებო, ბევრი თქვენთაგანისთვის ივლისი ენერგიულ და აქტიურ ტალღაზე დაიწყება. ეცადეთ ამით ისარგებლოთ, რადგან შემდეგ სიტუაციაში იცვლება და ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ. ფინანსური მდგომარეობის მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა შემოსავალი მეტნაკლებად სტაბილური და პროგნოზირებადი იქნება. ივლისის ძირითადი ხარჯები სავარაუდოდ მესამე კვირას გელით. ივლისში განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში დაგეგმილი მივლინებები იმედებს გაგიმართლებთ. ივლისისთვის ხელსაყრელი დღეებია 4, 8, 12, 16, 22, 27 და 31, ხოლო არახელსაყრელი დღეებია 2, 6, 10, 14, 18, 25 და 29 რიცხვი. ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ტყუპებო, წინ უჩვეულო, დაძაბული თუმცა ნაყოფიერი თვე გელით. მთავარია დროულად გადაწყვიტოთ რა სელით ივლისისაგან და გონიურულად იმოქმედოთ.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში განსაკუთრებით სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ცხოვრების გაგრძელება სხვა ქვეყანაში გეგმავთ. მოხერხებული ტყუპების სტაბილური შემოსავლის გარდა, არაოფიციალური წყაროებიდან დამატებით შემოსავალსაც მიიღებენ. არც ნათესაობისაგან ასაყვარელი ადამიანისთვისაგან ფინანსური დახმარების მიღება არ არის გამორიცხული. გაითვალისწინეთ ივლისი ხელსაყრელი დროა პროფილაქტიკური მკურნალობისა და სამედიცინო გამოკვლევებისათვის, ასე რომ გირჩევთ საკუთარი ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე დროულად იზრუნოთ. ტყუპებისათვის ხელსაყრელი დღეებია 1, 5, 9, 13, 18 და 22 ივლისი, ხოლო არახელსაყრელი დღეებია 3, 7, 11, 16, 21, 26 და 28 ივლისი. ზოდიაქოს ნიშანი კირჩხები. შრომის მოყარი კირჩხებები ცხოვრების პრიორიტეტულ სფეროში უჩვეულო აქტიურობით გამოვლენენ. თვის პირველ ნახევარში შესაძლოა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრები ნათესაობი ანახო მეგობრები მოინახულონ. ივლისის მეორე ნახევარი უფრო ნერვული და კონფლიქტური იქნება, რაც ოჯახურ საკითხებს თუ რომანტიკულ ურთიერთობებში პრობლემებს მოგიტანთ. ჰოროსკოპი კირჩხებებს მოუწოდებს, როგორც დიპლომატებმა და მშვიდობის მყოფელებმა პოლიტიკური პოზიცია დაიკავონ, რათა შემთხვევით ცეცხლზე ნავთის დასხმა არ გამოვიდეს. ივლისის ფინანსური პროგნოზი საკმაოდ წინააღმდეგობრივია, უფულობა არ გემუქრებათ, მაგრამ დაუგეგმავი ხარჯების გამო ოჯახურ ბიუჯეტს უნდა გაუფრთხილდეთ. ივლისისთვის ხელსაყრელი დღეებია 4, 12, 17, 22, 27 და 31, ხოლო არახელსაყრელი დღეებია 2, 6, 10, 15, 24, 29 რიცხვი. ზოდიაქოს ნიშანი ლომი. ლომებო წინ უკიდურესად არასტაბილური და პრობლემებით სავსე ცოტა რთული პერიოდი გელით. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ სფეროში უამრავ წარმატებას მიაღწევთ, ივლისის ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯების სავარაუდოდ თვის მეორე ნახევარში გელით. დროა საქმიანი ხაღალდები და ფინანსური დოკუმენტები მოაწესრიგოთ და დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებულ საქმეებზე იზრუნოთ. ლომის ენერგეტიკული პოტენციალი თითქმის მთელ თვის მანძილზე უკიდურესად დაბალია, ამიტომ აუცილებელია, რომ გამონახოთ სრულფასოვანი დასვენებისა და ძალების აღდგენისათვის. ლომებისათვის ხელსაყრელი დღეებია 2, 6, 10, 14, 19, 25, 29 ივლისი, ხოლო არახელსაყრელი დღეებია 4, 12, 16, 22, 27 და 31 ივლისი. ზოდიაქოს ნიშანი ქალწული. ქალწულებო წინ ძალიან რთული დაძაბული თვეა, ესადეთ ერთგული მეგობრებისა და თანამოაზრეებისაგან მხარდამჭერთა ჯგუფი შექმნათ, რადგან ახლა ყველაზე მეტად დახმარება გჭირდებათ. ფინანსური მდგომარეობაც არასახარბიელოა, მიზეზი ბიზნესის ან პირადი ცხოვრების პრობლემებია, თუმცა სანდო მეგობრები ამ შემთხვევაშიც გარკვეულ გავლენას მოახდენენ თქვენზე. დროა სრულფასოვანი დასვენებისა და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებაზე იფიქროთ, ივლისში განსაკუთრებით ყურადღებას სისხლძარღვთა სისტემას უნდა მიაქციოთ. ქალწულებისათვის ხელსაყრელი დღეებია 3, 7, 11, 17, 21, 26, 30 ივლისი, ხოლო არახელსაყრელი დღეებია 1, 5, 9, 13, 19, 23 და 28 ივლისი. ზოდიაქოს ნიშანი სასწორი. სასწაურების უმეტესობისათვის წარმატების და წარუმატებლობის პერიოდები ერთმანეთთან უცვლელობს. სასწაურების ფინანსური მდგომარეობა უცვლელია, ივლისის ხარჯები და შემოსავლები თითქმის თანაბარია. ივლისის მეორე ნახევარი უკიდურესად არახელსაყრელი დროა საზღვარგარეთ მოგზაურობისათვის, მივლინების და ასევე საქმიანი ურთიერთობებისათვის. სასწაურებისათვის ხელსაყრელი დღეებია 2, 6, 10, 14, 20, 25, 29 ივლისი, ხოლო არახელსაყრელი დღეებია 4, 12, 16, 22, 27 და 31 ივლისი. ზოდიაქოს მომდევნო ნიშანია მურიელი. პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით ივლისი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, რომელიც ბევრ სასიკეთო ცვლილებას გპირდებათ. სამთავრობო თუ კერძო სტრუქტურაში დასაქმებული მორიელების ფინანსური მდგომარეობა
ივლისის თვე ხელსაყრელი დროა აქტიური სპორტისა და ვარჯიშისათვის იზრუნეთ ასევე საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე. მორიელებისათვის ხელსაყრელი დღეებია 3, 7, 11, 17, 21, 26 და 30 ივლისი, ხოლო არახელსაყრელი დღეებია 1, 5, 9, 13, 19, 23 და 28 ივლისი. ზოდიაქოს ნიშანი მშვილდოსანი. პროფესიული საქმიანობისათვის ივლისი არც თუ ისე ხელსაყრელი თვეა. სამსახურში მძიმე და დამქანცველი მუშაობა გელით, თუმცა ანაზღაურება უცვლელი დარჩება. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ოჯახს და ოჯახურ დასვენებას ამ თვეში რაღაც დრო მაინც გამოუღოთ. ეს შინაგანი ჰარმონიის პოვნისა და ურთიერთობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების თავიდან ასარიდებლად ეცადეთ შინაგანი სიბორტ, თქვენი წარმატება ცხოვრების ყველა სფეროში ამაზე იქნება დამოკიდებული. მშვილდოსნისთვის ხელსაყრელი დღეებია 1, 6, 10, 15, 20, 24 და 28 ივლისი, ხოლო არახელსაყრელი დღეებია 4, 8, 12, 17, 22, 26 და 31 ივლისი. ზოდიაქოს ნიშანი თხის რქა. თხის რქება რთული, მრავალფეროვანი და გარკვეულწილად პოზიტიური თვე გელით. თავისუფლებისა და მატერიალური კეთილდღეობისაგან სწრაფვისაც შეეცადეთ ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. ივლისის ბოლო კვირა პროფესიული საქმიანობისათვის უაღრესად არახელსაყრელია, რადგან ბევრ საქმეში კავშირები გაწყდება, განსაკუთრებით როცა საქმე უცხოელ პარტნიორებსა და კოლეგებს ეხებათ. ზოგადად ეს პერიოდი გაუგებრობით სავსეა, ამიტომ ჯობს შვებულება აიღოთ და მოვლენებს გაეცალოთ. თხის რქებისათვის ხელსაყრელი დღეებია 3, 7, 12, 17, 22, 27 და 31 ივლისი, ხოლო არახელსაყრელი დღეებია 1, 5, 10, 15, 20, 24 და 29 ივლისი. ზოდიაქოს ნიშანი მერწყული. მერწყულებო წინ უაღრესად დატვირთული თვე გელით. ივლისში მერწყულის ფინანსური მდგომარეობა არამდგრადია, თვის მეორე ნახევარში გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ფინანსური პრობლემებისათვის უნდა მოემზადოთ. ივლისის პირველ ნახევარში პროფესიულ საქმიანობაში არსებულ გამოწვევებს ებრძვით. თვის ბოლოს კი ცდილობთ ფინანსური ვალდებულებების ნიადაგზე პარტნიორებთან წარმოქმნილ უთანხმოებას გავამკლავდეთ. ამ შემთხვევაში ორმხრივად მომგებიანი შეთანხმების მიღწევა ძნელი იქნება. სიტუაცია შეიძლება ძალიან გაჭირვებდეს. მერწყულისათვის ხელსაყრელი დღეებია 2, 6, 10, 15, 19, 24, 28 ივლისი, არახელსაყრელი დღეებია 4, 8, 12, 17, 27, 31 ივლისი. ზოდიაქოს ნიშანი თევზები. თევზების უმრავლესობისათვის ივლისი მუშაობით აურზაური და ახალი შთამბეჭდილებებით იქნება სავსე. ჰოროსკოპი თევზებს უზარმაზარ ხარჯებს უწინასწარმეტყველებს, რომლის უდიდესი ნაწილი რომანტიკულ ურთიერთობებს, პირად ცხოვრებას და ოჯახურ საქმეებს უკავშირდება. თევზებისათვის ხელსაყრელი დღეებია 3, 8, 12, 16, 21, 27, 31 ივლისი, ხოლო არახელსაყრელი დღეებია 1, 5, 10, 14, 18, 25 და 29 ივლისი. ჩვენი დღევანდელი ეთერი დასასრულს მიუახლოვდა. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილები და უკეთესი მომდევნო დღეების იმედით. ბოლოს კი გიტოვებთ სერიალს, რომელიც ვფიქრობ სასიამოვნო განწყობას შეგინარჩუნებთ. გამარჯობა. ისმის ჩემი ხმა. მე ვარ კატო 6 წლის. ეს ჩემი და ჩემი მეგობრების რადიოა. მალე იმათაც გაგაცნობთ. ელენე, მარიტა, ნატალია, ნინა, ტაკო, ნიკო, იულია, ნუა,
მოკლედ ყველას გაგაცნობ. წელს სკოლაშიც მივდივარ. მართალი არავინ მეკითხება, რომელი სკოლა მირჩევნია? ფრანგული, ინგლისური, გერმანული თუ ქართული, ან საერთოდ მინდა თუ არა სკოლაში წასვლა. მაგრამ რას ვიზავთ? ჩემს დაბადების დღემდე ძალიან ცოტა დარჩა. ვისაც მე ჩავთვლი საჭიროდ და ვისაც ვენდობი. მარტო ისინი იქნებიან ჩემს დაბადების დღეზე. დიახ, ვიცი ზუსტად ეხლა რა გაიფიქრეთ. ჯერ 7 წლისაც არ არის. და მან რა იცის? ვის ენდოს და ვის არა. ძალიან კარგად ვარჩევ კეთილ და ცუდ ადამიანებს და მარტო მე კი არა. აბა დააკვირდით სულ პატარებსაც. კარგად დააკვირდით. როცა უფროსი ადამიანი თავზე ხელს უსვამს, ზოგს აძლევს ამ უფლებას, ზოგს არა. და ისე იშორებს ხელის საქმევით. ზემოთაც არ იყურება. ხო ასეა. ეს მერე რომ მისდებიან ადამიანები. ვეღარ არჩევენ კეთილ და ბოროტ ადამიანებს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ადვილად არჩევს კარგს და ცუდს. აი თუ არ გჯერათ. მარიტას ვკითხავ ახლა. ის ჩვენ შორის ყველაზე პატარაა. მარიტა დედა როგორია? კარგია. მამა? კარგია. ურსულა? ცუდია. კრუელა? ცუდია. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ყველა ის ცოდნა გაგიზიაროთ, რაც აქამდე დავაგროვეთ. სანამ სკოლაში წავალთ და ყველაფერი დაგვავიწყდება. ჩვენ პირველ რიგში თქვენთვის გავხსენით ეს რადიო. რომ მოგვისმინოთ! თქვენ უკვე დიდი ხანია დაგავიწყდათ. რამდენი რამე იცოდით, როცა ჩვენი ტოლები იყავით. ამიტომაც დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ ძალიან გჭირდებათ ჩვენი დახმარება. ჯერ სახელწოდება ვერ მოვიფიქრეთ, ჩვენი რადიოსი, მაგრამ არა უშავს. თქვენც იფიქრეთ ამაზე. ეს რადიო მე ჩემ მეგობრების დახმარებით გავხსენი. არც ისე რთული იყო. ინტერნეტში სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდეც შვენივრად შევდიოდი და გამოდიოდი. და რაც მინდოდა იმასაც პოულობდი და თუ რამეს ვერ ვაკეთებ, ჩემ უფროს დას და ძმას ვეკითხები. მართალია მიწევს მათი დაჯღანული სახეების ატანა, მაგრამ საქმისთვის ყველაფერს ვითმევთ. მეც და ჩემი მეგობრებიც. ელენეს თეთრ კარავში გაჩნდა ეს იდეა და იქ რომ შევძრებით, მე, ელენე და ნინა და უფროსებს რომ გონიათ, რომ იქ ბარბებით და პოლებით ვთამაშობ, ვიღებთ ჩუმად ვინმეს ტელეფონს, ან პლანშეტს და ასე კეთდება დიდი საქმეები. ახლა კი ჩემ ოჯახზე. ჩვენ გვაქვს დიდი ოჯახი, სადაც ერთად ცხოვრობთ. მე, დედაჩემი ნინი, ჩემი მამი კოლაშა, ჩემი უფროსი და ანა, ძმა სანდრო და ბებია ჩემი ეკატერინა. ვის გამოც მქვია ეს სახელი, მაგრამ მე ყველა კატოს მეძახის. ბებო ჩემზე ზუსტად 60 წლით არის უფროსი, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყველაზე კარგად ესმის ჩემი. ეხლა კი ვფრობ. ახლოს რომ გაგაცნოთ, ცოტა ხნით სამზარეულოში შევიხედოთ. ხედავთ რომ ახლა დაძაბულობა ჩიტაძის ქუჩაზე, აქციის მონაწილეები ცდილობენ ავიდნენ. დედა რა ხდება ეს რა ამბავია. სადა ხარ ხალხო, სად გაცივდა ყველაფერი? ნინი, ლაშა, კატო, მოდი ბებო, მოდი. ეს ჩემი ბებოა. დროზე გაცივდა ყველაფერი რა, მიირთვით, აი ფაფაც გავაკეთე. არ მინდა ფაფა.
მაშინ აი ეს კარტოფილის ღვეზელი, ბებო, ისეთი გემრიელია, ისეთი რომ გაგიჟდები. ჩემი ლურჯი პერანგი სად არის? ვერსად ვერ ვიპოვე. არ არის არც კარადაში, არც საკიდზე. დარწმუნებული ვარ თავის ადგილზე კიდია ის პერანგი. მაგვიანდება ხალხო დროზე. კაცო არც ერთი არ ჭამ. აბა რისთვის ვაკეთებ მე ამ ყველაფერს ვერ გავიგე? ჰა? რისთვის ვაკეთებ? არ მინდა ეს ღვეზელი ამ დილა ადრია. ავადამისხთ. ეს ბაბაჩებია, სულ რაღაცას ეძებს, სულ რაღაც არ მოსწონს. კაი რა. გოგო, სადმე დავსხდეთ და მომიყევი რა. ჩაი დავლიოთ ერთად. კატო, დროზე, გვაგვიანდება. ეს დედაჩემია. სულ ტელეფონზე ლაპარაკობს და სულ დიეტაზეა. არ ვიცი რა თუნდა ეს დიეტა. ისედაც ისეთი გამხდარია. კატო, მოდი შენ მაინც შეჭამე რა. ბებო, ნუ მელაპარაკები როგორც პატარა ბავშვს. არ მშია, არ მინდა. დამანებეთ თავი. ეხლა კი საბავშვო ბაღში მივდივარ. დანარჩენ სხვა დროს მოგიყვებით. აბა კარგად. დროებით.